მდინარე აჯამურაზე გადასასვლელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში გვეუბნებიან, რამდენიმე კვირაში უნდა დაიწყოს. ვიცე-მერის ზაზა ხვედელიძის განცხადებით, უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია, რომელიც ხიდის კეთილმოწყობაზე იმუშავებს. შეგახსენებთ, მდინარე აჯამურაზე გადასასვლელი ხიდი ბოლო რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაზიანებულია მისი არამარტო სავალი ნაწილი, ამორტიზებულია საყრდენი ბურჯიც. როგორც გავიგეთ, ხიდს რამდენჯერმე აქვს ჩატარებული შეკეთებითი სამუშაოებიც. დაგეგმილი რეაბილიტაცია დაახლოებით 900,000 ლარზეა გათვლილი. მუნიციპალიტეტში არსებული აჯამურის ხიდი არის, რა თქმა უნდა, ავარიულ მდგომარეობაში. მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიიღო განსაკუთრებული ზომები და უკვე რამდენიმე კვირაში უახლოეს თვეში დაიწყება რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია. უკვე გამოვლენილია შესაბამის პროცედურების შედეგად კომპანია, რომელიც განახორციელებს აღნიშნული ხიდის სრულ რეაბილიტაციას. ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს. საპარლამენტო დროებითი კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ეროვნულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მალე საკითხის შესწავლაში სუსი ჩაერთო. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. როგორ უყურებენ თემას ეკონომისტები და რას ამბობენ ისინი მიმდინარე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით? სპექტრთან განმარტება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბორის ჭიჭინაძემ გააკეთა. ეს კარგია ნამდვილად მთავრობის ინიციატივა, ანუ მთავრობა დაინტერესებულია ეს საკითხი, რაც აწუხებს ნამდვილად მოსახლეობის ფართო მასებს. განსაკუთრებით კვების პროდუქტებზეა საუბარი. ანუ ხშირ შემთხვევაში ეს პროდუქტები ნამდვილად ხელოვნურად არის გაზრდილი. მთავრობა ამ კუთხით გადის კონსულტაციებს იმპორტიორებთან და მოსალოდნელი რომ ფასები შემცირდეს, მაგრამ ჩვენ ადრეც გვისაუბრია, თუ ამას საკანონმდებლო ცვლილებები არ დაერთვება თან, მე როგორც ამ დარგის კვლევარი, ასე რომ ვთქვათ, გრძელვადია პერსპექტივა შეიძლება ფასები ისევ გაზარდონ კომპანიებმა. და კონკრეტულად რა მაქვს ხედულობაში, რადგან ჩვენ ვართ თითქმის 70% კვების პროდუქტებისა იმპორტირებულია. თქვათ, აქ შეამცირა ფასი შემომტანმა, მაგრამ იქ გაუძვირა მე ვთქვათ 2-3 თვის მერე. სადაც საიდანაც მოაქვს ეს ხელოვნურად თავისთავად გამოიწვევს ჩვენთან ფასების დასს. ამიტომ ჩვენ ისეთი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომელსაც ჩვენ იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკა დავარქვით, რომ თლად უცხოეთში ნაყედ საქონელზე არ ვიყოთ ამოკიდებული. კვების პროდუქტებთან მიმართებაში. ანუ ჩვენ აქ ვაწარმოოთ ის პროდუქტები, რომელიცაც ვყიდულობთ უცხოეთში. მაშინ უფრო ნაკლებია შანსი ფასების დის, დაუგვირდით. ამას უნდა დაემატოს ასევე კონკურენცია, სანამ ჩვენ იმპორტ ჩანაცვლებით პოლიტიკას აქტიურად დავიწყებდეთ წარმოებას კონკურენცია შემომტანებს შორის. თითქოს უნდა იყოს კონკურენცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემომტანი. კონკურენცია არის, ამის შესახებ მთავრობამაც აღნიშნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხშირად ადგილი აქვს ამ იმპორტიორებს შორის გარიგებას, რომელსაც ჩვენ ეკონომისტები კარტერულ გარიგებას უწოდებთ. ანუ შეთანხმდება რამოდენიმე კომპანია და ერთი და იგივე ფასს დაადებს საქონელს. ახლა კანონმდებლობა ამასაც არეგულირებს, არის ასეთი კონკურენციის სააგენტო. პლუს დამატებით ასე, როდესაც ფასები იზრდება, ამ შემთხვევაში როლი იკვეთება ეროვნული ბანკის. მე მაინც ვისურვებდი ეროვნული ბანკის როლიც გამოიკვეთოს. კანონმდებლობით მას ევალება ფასების დაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ამიტომ კონკურენციის სააგენტო ეროვნული ბანკი მთავრობის გააქტიურება საკმაოდ კარგია. მივიღებთ შედეგს, მაგრამ მე მაინც რისკს უყურებ სამომავლოდ, როგორც ადრე გითხარით. ანუ ამას უნდა მოყვეს საკანონმდებლო ცვლილებები, კონკრეტულად ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა. ჩვენ აღვნიშნეთ ადრეც, რომ ერთი და იგივე საქონელი, თქვათ, ნებისმიერი საქონელი ერთი და იგივე პროცენტით არ უნდა იბეკრებოდეს. თქვათ, კვების პროდუქტებზე უნდა შევამციროთ დამატებული ღირებულების გადასახადი. ჩვენთან ახლა კვების პროდუქტების და ფუფუნების საგნები ერთნაირი 18%-იანი განაკვეთით იბეკრება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ზრდის კვების პროდუქტების ფასებს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ საჭირო ალბათ ამ კუთხითაც მთავრობა იმსჯელებს, რომ კვების პროდუქტებზე შემცირდეს იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადი, პლუს გაიზარდოს კონკურენცია იმპორტიორებს შორის, პლუს დამატებით იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ჯანსაღ კონკურენცია შეუწყოთ ხელი წარმოებლებს შორის. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის, პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება, რაც პარალელურად გამოიწვევს შემცირებას პროდუქციის ფასების და რისკები იქნება მინიმუმამდე დასული.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა ჩვენი მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია და მიმაჩნია რომ უნდა ფლობდნენ ამ უნარებს, მაგრამ მეორე არის ამ ტელეფონებს, იგივე სხვა მოწყობილებებს როგორ მიზნობრივად გამოიყენებენ. ამიტომაც მიმაჩნია რომ გაკვეთილზე, როდესაც არ ითხოვს საგაკვეთილო პროცესი, რაიმე ან ინფორმაციის მოძიებას, ან რამეს გამოთვლას, თქვათ, ისეთი რომელიც სასწავლო მიზნით არის გამოყენებული, მიმაჩნია რომ არ უნდა იყოს ტელეფონები გამოყენებული. ჩვენ სკოლაში ეს უკვე წლები არის რომ გვაქვს ეს პრაქტიკა, მოსწავლეები სკოლაში მოსვლის დროს აბარებენ ტელეფონებს კლასის ხელმძღვანელს და შემდეგ როდესაც ბრუნდებიან სახლში, მაშინ წაიღებენ თავიანთ ტელეფონს. სიგარსი უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკაა ეს. დიახ, ჩვენთან უკვე ეს პრაქტიკად არის ქცეული და ბავშვებიც მიჩვეულები არიან, რომ საგაკვეთილო პროცესში არამიზნობრივად არ უნდა გამოიყენონ მობილური ტელეფონები, ეს მშობლებისთვისაც ცხადი არის და ამდენად თუ მშობელს აქვს რაიმე ისეთი ინფორმაცია შვილისათვის გადასაცემი ან მისვლასთან დაკავშირებით არის ეს პრობლემა ან რაიმე, მაშინ უკავშირდება კლასის ხელმძღვანელს და ვაწვდით ინფორმაციას მას. ახილვის საგანი გახდა ტელეფონების გამოყენების საკითხი დემოკრატიულობის პრინციპის გათვალისწინებით მოსწავლეებს ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოთ, მაგრამ ჩვენ სკოლაში მომაწესრიგეთ ეს საკითხი ისე რომ ბავშვთა უფლებები არ იყოს დარღვეული. დღეს ახლა ყველა მიცეთ უკვე 21 საუკუნეში რამდენად მავნეჩვევად გადაგვექცა ტელეფონზე დამოკიდებულება რა, ინტერნეტზე დამოკიდებულება, თამაშებზე დამოკიდებულება და უკვე ეს სენი ფართოდ აღიარებულია და ამაზე ეს დავის საგანი აღარ არის. თუ ჩვენ საკვეთილო პროცესში ბავშვებს შეუზღუდავთ ტელეფონის გამოყენების უფლებას, მათი ინტერესების გათვალისწინებით, მე ამაში ვერაფერს სადაოს და საწინააღმდეგოს ვერ ხედავ. ჩვენთან არის ეს სკოლა, ეს ასე წესრიგებული, რომ მოსწავლეები სპეციალური ყუთები იყიდება, შევიძინეთ, მოსწავლის სახელი და გვარი არის ამ ყუთზე მითითებული, მათში მოათავსებს. ეს თუ ასე მოწესრიგდება ყველა სკოლაში ეს საკითხი, ისევ და ისევ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, ის ცოტა პერიოდი მაინც მოწყდებიან ამ მოწყდებიან ამ დამოკიდებულებას და ჩვენ რომ ადიქციაზე ვსაუბრობ და ინტერნეტ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, რაღაც კონკრეტული ნაბიჯი ექნება სკოლას გადადგმული მოსწავლეების დასახმარებლად, ამ მიმართულებით. და ეს უნდა იყოს აი ასეც თავისუფლად და ხელმისაწვდომად რა მოსწავლეებისთვის და თუ სახელმწიფო მიიღებს კანონს, ჩვენი გადასახედიდან არ უნდა იყოს ცუდი. ფიქრობ არანაირი პრობლემა არ არის იმაში რომ სკოლაში ტელეფონები იკრიბებოდეს პირიქით ეს უკეთესი არის ჩემი აზრით ჩვენ უკვე დიდი ხანია დავნერგეთ ეს წესი ჩვენ მოსწავლეები ჩვენ ვახდეთ უკვე ორგანიზებას ისე მოხდა რომ საკვეთილო პროცესში გვჭირდება ჩვენი ტელეფონი რა თქმა უნდა ამას ვიყენებთ მასწავლებლის ნებართვით რა თქმა უნდა ცოცხალი კომუნიკაციები უფრო მნიშვნელოვანი არის ვირტუალური კომუნიკაცია ნამდვილად ვერ მოგცემს იმდენს რამდენსაც გვაძლევს ცოცხალი კომუნიკაცია ჩვენ სკოლაში ტელეფონების აკრების წესი უკვე დიდი ხანია რაც დანერგილია. თავიდან ალბათ ბავშვებს გაუჭირდათ ამ წესის მიღება, მაგრამ საჭიროების გამო მიეჩვივნენ ამას, იმიტომ რომ ჩემი აზრითაც არ არის საჭირო ტელეფონის გამოყენება გაკვეთილის პროცესში, ჩვენ სკოლაში ვართ რომ ვისწავლოთ და არა ვითამაშოთ. თუ რამე სავალდებულო სიტუაციაა, ჩვენ მასწავლებლებს ვეუნებით, ვისი გაკვეთილიც იმ დროს გვაქვს და ხელს გვიწყობს და მოგცემს ნებას რომ ტელეფონი გამოვიყენოთ.